მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ტრადიციულად ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. ახლავე დავარიგებ ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. ახლავე ქვებსაც დავამატებთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში კვერთხების 4-იანი. ეს არის რაღაც გარკვეული სტაბილურობა, სიმყარე. სხვათა შორის აქ მე ვხედავ იმას, რომ თქვენ რაღაც ახალ გზაზე დადექით, ახლო წარსულში, ამ არკანიდან გამომდინარე. ნახეთ, კვერთხები არის ძირითადი წამყვანი ენერგიები, ანუ ცეცხლის სტიქია და პირველ რიგში ამ ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსების და რაღაც მატერიალური ასპექტების კუთხით ნამდვილად კარგი პერიოდი გელოდებათ, იმიტომ რომ პენტაკლების 9-იანიც ამოვიდა და არკანი იმპერატორი ქალიც, ამიტომაც აქ ყოველი თქვენი ქმედება იქნება აბსოლუტურად ნაყოფიერი, აბსოლუტურად ძლიერი, შედეგიანი და ნახეთ კვერთხების 4-იანი და კვერთხების 2-იანი ამოვიდა. კვერთხების 4-იანზე მე უკვე გითხარით, რომ აქ აშკარად ვხედავ, რომ თქვენ რაღაც თითქოს რაღაც ახალ გზაზე ხართ, რაღაც ახალი მიმართულება იღეთ ცხოვრებისეულად, რაღაც ახალ ეტაპზე გადახვედით. ზოგისთვის ეს რა თქმა უნდა მოხდა შესამჩნევლად, ზოგისთვის კი შეუმჩნევლად, ამიტომაც არ გაგიკვირდეთ არაფერი და კვერთხების 2-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების და მატერიალური ასპექტების კუთხით აქ თქვენ ნამდვილად კარგი პერიოდი გელოდებათ, აქ ჩანს აშკარად ის, რომ მენტალურად შეიძლება ცოტათი სიმძიმეები იყოს და სიმძიმეები რა კუთხით. აქ აუცილებლად იქნება იმის აწონ-დაწონვა, თუ თქვენ რა გინდათ საკუთარი თავისგან, საკუთარი რეალობისგან, რას ელოდებით. ხვდებით ხომ? ანუ მოკლედ რომ ითქვას, აქ იქნება რაღაც სრულიად ახალი ფიქრები, დაფიქრება იმაზე, თუ მე რა მინდა, მე რა მსურს. ხვდებით ხომ? განსაკუთრებით აქტუალური ეს იქნება მათთვის, ვისაც აქამდე ხელს უშლიდა გარკვეული ფაქტორები, ან ხელს უშლიდნენ კონკრეტული ადამიანები ამაში. ხო? ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენი დრო მოდის ის დრო, როდესაც თქვენ შეძლებთ რომ დაფიქრდეთ საკუთარ თავზე, საკუთარ რეალობაზე, იმაზე თუ თქვენ პირადად რა გსურთ, რა გინდათ და ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ ეს მარტივი იქნება, იმიტომ რომ აქ შინაგანი კონფლიქტებიც იქნება აუცილებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენი ქმედებები იქნება ნაყოფიერი, იმიტომ რომ თქვენ შეძლებთ რომ კვირის ბოლომდე გააკეთოთ სწორი დასკვნები საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი სურვილების შესახებ და აიღოთ მაქსიმალურად სწორი მიმართულება მათ მიმართ. დავამატოთ არკანები, კიდევ რა გელოდებათ. შესაძლოა მოულოდნელად შემოიჭრას კონკრეტული პიროვნება თქვენს რეალობაში, ზუსტად მაშინ, როდესაც ასეთ ცოტა დაღლილ მდგომარეობაში იქნებით, ამიტომაც მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი, ვინც არ უნდა მოვიდეს თქვენს რეალობაში და რამდენად ცუდადაც არ უნდა იგრძნოთ თავი, კარგად დაფიქრდეთ, ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება საკუთარ თავზე და საკუთარ მდგომარეობაზე არც ეს სწორ ადამიანს გაუზიაროთ ინფორმაცია. ხვდებით ხომ? ამიტომაც ამ კუთხით იყავით ყურადღებით. კიდევ დავამატოთ არკანები და ნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. სამართლიანობა, არკანი სამართლიანობა. გავიმეორებ, რომ ყოველი თქვენი ქმედება იქნება მაქსიმალურად ნაყოფიერი ამ ერთი კვირის განმავლობაში, ამიტომაც რაშიც ჩადებთ ენერგიას, მათ შორის თქვენი თვითშემეცნებაც, თვითშესწავლაც იქნება ძალიან ნაყოფიერი, მაგრამ ასევე ნახეთ, არკანი სამართლიანობა მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ თქვენთან მიმართებაშიც იქნება სამყარო მაქსიმალურად სამართლიანი და იცით რას გულისხმობ, თქვენ თუ რაღაც
ნეგატიურ ენერგიას განზრახ გაუშვებთ, რა თქმა უნდა, ეს ენერგია თქვენთან მობრუნდება. ამიტომაც ესეც, გაითვალისწინეთ. კარგით, სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. თქვენ რა გელოდებათ? არკანის სამსჯავრო, რატომღაც არ გამიკვირდა? არკანის სამსჯავრო მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ წარსული აუცილებლად შეგახსენებთ საკუთარ თავს, საკუთარ თავის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ადამიანების სახით, შეგრძნებების სახით, მაგალითად კონკრეტული ადამიანები ეცდებიან თქვენთან ნაბიჯების გადადგმას, თქვენთან მოსვლას, ინიციატივების გამოჩენას, ხო, თქვენი წარსულიდან. და პლუს ასევე აქ ჩანს რაღაც წარსული გრძნობები, ემოციები, მაგალითად, რაღაც ისეთი ტრავმები ან რაღაც ისეთი ენერგიები, ცოტათი შეგაწუხებენ რა, აი რაც გეგონათ, რომ მაგალითად, აი მე ეს უკვე გადავხარშეო, მე ეს უკვე დავაბრკოლეო საკუთარ თავში, ასეთი ენერგიები საკუთარ თავს აუცილებლად შეგახსენებენ. აქ იქნება ძალიან ბევრი ტესტები, გამოცდები სამყაროსგან იმის შესახებ, თუ რეალურად რამდენად კარგად გაიარეთ ესა თუ ის გაკვეთილები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რას ეხება ეს გაკვეთილები, რა გელოდებათ თქვენ. მეორე ვარიანტი 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. მერე რა თქმა უნდა ოქტომბრის ტარო პროგნოზის დაიდება. კვერთხების 7-იანი და არკანის სამყარო. აქ მოდის თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოება, მეგობრებო. აქ თქვენ შეხვალთ, დიახ, თქვენც ისევე როგორც პირველი ვარიანტი შეხვალთ რაღაც გარკვეულ შინაგან კონფლიქტებში. აქ იქნება, იცით როგორი ენერგიები, სადაც თქვენც მოგიწევთ, ხო, როგორც პირველ ვარიანტს იმაზე დაფიქრება თუ აი მე რა მინდა რეალურად რა სურს მე საკუთარი თავისგან, სამყაროსგან, ხვდებით, ხო? თქვენც ასეთ ენერგიებში იქნებით, როგორც პირველი ვარიანტი და პლუს ამასთან ერთად აქ დიდი შანსია რაღაც მომენტებში მოგიწიოთ იმასთან ბრძოლა, რაც უკვე გეგონათ, რომ დაბრკოლებული იყო თქვენში. და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს მთლად სასიამოვნო შეიძლება იყოს, მაგრამ კარგი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ამჯერად თქვენ შეძლებთ, რომ საბოლოოდ დააბრკოლოთ ძალიან ბევრი სირთულე საკუთარ თავში. ეს არის ნამდვილად კარგი ამბავი, მეგობრებო. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით. ნახოთ აბა. პენტაკლების 3-იანი, ვიღაცებს აქ გელოდებათ რაღაც ახალი გასაუბრებები, ახალი ტრენინგები, ახალი სამსახური ან ახალი რაღაც ინფორმაციები, ცოდნა, ხო, მაგალითად რაღაც ახალ სასწავლებელში შეიძლება წახვიდეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ, იმიტომ რომ აქ აშკარად მოდის ახალი ინფორმაციები, ახალი ცოდნა, ახალი ენერგიები. ასევე ფინანსებთან დაკავშირებით ვიტყოდი იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი იქნება დამოკიდებული თქვენი კომუნიკაციის უნარებზე, რომლებიც იქნება მაქსიმუმზე, ასე ვთქვათ, აწეული. თქვენში გამოიღვიძებს რაღაც ისეთი ენერგიები, სადაც თქვენ შეძლებთ, რომ მეტად მოდი ჟარგონს გამოვიყენებთ და მეტად დაამუღამებთ, ვის როგორ უნდა ელაპარაკოთ, ვისთან როგორ უნდა ისაუბროთ, მაქსიმალურად სწორად და მკვეთრად, ხო? და ნახეთ 2-7-იანი გვაქვს, კვერთხების 7-იანი და ხმლების 7-იანი. ენერგეტიკულ ქურდობასთან იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, მეორე ვარიანტი, კარგად დაფიქრდით, ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ, ხო? მithuetes თუ თქვენი რაღაც ბიზნესი ან საქმიანობა გაქვთ, ამ კუთხით მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. მაქსიმალურად არსად არაფერი არ გააზიაროთ ზედმეტად, ხო? იმიტომ რომ შესაძლოა ვიღაცაებმა მოიპარონ თქვენი ინფორმაციები. და პლუს ამასთან ერთად 7-იანები ამ შემთხვევაში არის ბრძოლა საკუთარ თავთან, ბრძოლა საკუთარ ძველ მესთან, ძველ ვერსიესთან და მოლაპარაკება საკუთარ ახალ მესთან და მოლაპარაკება თქვენს რეალობაში სრულიად ახალ ენერგიებთან, მოდით ასე ვიტყვი, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ დონეზე. აქ ეს ერთი კვირა თქვენთვის იქნება ტრანსფორმაციული, მძლავრი ტრანსფორმაციებით, სადაც თქვენ რაღაც სრულიად ძველიდან გადადიხართ სრულიად ახალზე. და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ფიზიკურად ძალიან მარტივი და ძალიან ესეთი თითის დაწყაპუნებით გაკეთებადი, ხო? რა თქმა უნდა, ზოგი თქვენგანისთვის ეს იქნება შედარებით მარტივი, ზოგი თქვენგანისთვის ეს იქნება შედარებით რთული, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი ძალიან მარტივი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი იქნება ძალიან შედეგიანი, ახალი ცოდნის მომტანი და საბოლოო ჯამში თქვენ შეძლებთ, რომ სრულიად ახალ და მაქსიმალურად სწორ გზაზე დადგეთ.
ხვდებით ხომ მეგობრებო? აი ასეთი ვარიანტები გქონდა ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო და სიღრმისეული. მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. უღრმესი მადლობა და წარმატებები.